ევროკავშირის ქვეყნები ახლა შეძლებენ თავშესაფრის მაძიებლები იმ ქვეყნებში გაგზავნონ, სადაც მათ არაფერი აკავშირებთ. ადრე ეს გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა რუანდასთან დაკავშირებით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილება ევროპარლამენტმა 396 ხმით დაამტკიცა, 226 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფცია გზას უხსნის ევროკავშირის სახელმწიფოებსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმებების გაფორმებას, რომლის მიხედვითაც ისინი მიგრანტების მიღებისთვის დაფინანსებას მიიღებენ. ამგვარად, ჩვენ ამ ნაბიჯით წევრ სახელმწიფოებს ვაძლევთ შესაძლებლობას იყონ უფრო მეტად მოქნილი. ეს ხელს შეუწყობს მოთხოვნების სწრაფად, ეფექტურად შეაფასონ, რათა საბოლოოდ შემსუბუქდეს ეროვნულ შესაძლებლობებზე ზეწოლა. თავშესაფრის მაძიებლების გადაყვანა შესაძლებელია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, თუ ეს ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება. თავშესაფრის მაძიებელს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ დაცული იქნება დევნისგან და გაძევებისგან. სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და მწვანეები ეწინააღმდეგებოდნენ საკანონმდებლო ცვლილებას. თქვენ ვერ შეძელით კედლის აგება, მაგრამ ახლა უარეს აკეთებთ და კანონებს კედლად იყენებთ. თქვენ ახლა ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის უფლების განადგურებას უჭერთ მხარს. ცვლილება არ გავრცელდება თანხლები პირის გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე, რომელთა განაცხადები კვლავ ევროპის ქვეყნებში უნდა შეფასდეს.